საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებელო და რა თქმა უნდა ხვდებით თქვენ უყურებთ არაჩვეულებრივ პროექტს საქართველოს ფანოღი დღეიდან ჩვენი ეთერში გასვლის დრო შეიცვალა და საღამოს შაბათ-კვირა ზუსტად 19 საათზე 7 საათზე უნდა გვიყუროთ რომ გაერთოთ არაჩვეულებრივი პროექტით როგორიც არის საქართველოს ფანოღი რა თქმა უნდა რესტორან გაგრას დიდი მადლობა ჩვენი მასპინძლობისთვის და ასევე გირჩევთ მობრძანდით ნახეთ დააგემოვნეთ მზარეულ ჯოჯუს არაჩვეულებრივი კერძები ვიდეო პორტალ YouTube-ში ასევე დიდი მადლობა მე თავს აღარ შეგაწყენთ ვიცი მოლოდინი რა თქმა უნდა რეიტინგზე აისახება და ვიცი როგორ ნერვიულობთ მიუხედავად იმისა რომ სხვა ტელევიზიებიც გვიყურებენ რა შვება ეს ხალხი ამისთანასო ამიტომ საქართველოს ფანოღი დაიწყო ჩვენი საყვარელი ჟიური და რა თქმა უნდა უსაყვარლესი ადამიანი რომელიც დღეს ჩვენი სტუმარი იქნება გახლავთ ყველასთვის საყვარელი არაჩვეულებრივი ადამიანი კოლორიტი ბატონი გივი სიხარულიძე დიდი მადლობა მობრძანებისთვის ბატონო გივი ულამაზესი ნინო ჩხეიძე არაჩვეულებრივი ჩვენი მეგობარი ყველასთვის საყვარელი ნიკა არაბიძე ასევე ყველასთვის საყვარელი არაჩვეულებრივი ადამიანი ასე ვართ ვახტანგ ბიჭიკაშვილი მინდა გითხრათ დღეს არაჩვეულებრივი ტურია და მეტი პასუხისმგებლობისკენ მინდა მოუწოდო ჩვენ მონაწილეებს იმიტომ რომ ჟიურში ზის ადამიანი რომელს გაიტებულ სიმღერასაც შეასრულებენ ანუ ნინო ჩხეიძის სიმღერების ტურს შემოგთავაზებ დღეს მოკლედ აქვე მინდა გითხრათ ბევრ არაჩვეულებრივ კარგ პრიზებთან ერთად პირველ ადგილზე გასულს მთელი 5000 ლარი გადაეცემა და როგორც უნდა ისე დახარჯოს მე წილში ვარ ალბათ ინდეს ვლაპარაკობ მოკლედ პირდაპირ საქმეზე გადავალ როგორც მოგახსენეთ ნინო ჩხეიძის სიმღერების ტური გახლავთ და პირველი სიმღერა ცნობილი პოპულარული არაჩვეულებრივი წაღვერი შეასრულებს აკაკი გაბადაძე მივესალმოთ Tu agara gagaxena dirazakedan zahabeti Oneta biera ratijos felicidad zahabeti Balsava xerdzis gadavshli tu midamos gavtzeli Momanateb sheni saxe da tvalebis chancheni Shenze bigrebs gadavurche tu tbilisis mzezvia Evri gotsna dagadevane eratis ara mogetzia Evri gotsna dagadevane eratis ara mogetzia Ageru questa mi trove arase da dove samahare Da cerili sarmomzere ertgelar gamahare Shenas machida seino mekimat novstivnisi One da viera tatikos zagveri da tbilisi
ეკელავდა კარგი ვარ ჩემი ლექსი აბარა და მოგენატრა თუ ვარ და გამიწი აკომ თავაზიამო თუ ჩემი ხარ რატომ გინდა ეჭვი და დამაზიამო ჩემო ვასვალ თვალიანო თვარის თანაზიარო მადლობა დიდი მადლობა ჩემო ძირფასო ნინო არ შემიძლია არ თქვა რომ ესე იგი ეს სიმღერა ასოცირდება და კიდე ძალიან ბევრი წლები იქნება შენთან დაკავშირებული და პირველი შენ უნდა შეაფასო იმიტომ რომ მართლაც მშვენიერი სიმღერა იყო და მე მგონი რომ კარგად გაართვა თავი დანარჩენს გისმენთ ჩემო კარგო გამარჯობა აკაკი ძალიან მომეწონა პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქალბატონ მარიხ გოძიაშვილს ესეთი კარგი სიმღერის დაწერისთვის და მართლაც ეს სიმღერა ჩემს რეპერტუარში და შემოქმედებაში და ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებს იმიტომ რომ ამ სიმღერის მერე დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრება და ძალიან ჩემთვის საყვარელი სიმღერაა მაგრამ იმდენად მოუხდა აკაკის ტემბრს იმდენად კარგად შეასრულა რომ სხვათა შორის ბევრი შესრულებით მომისმენია ეს სიმღერა და ცოტა არ უხდება ხოლმე ყველას ეს სიმღერა და მე პირადად ძალიან მომეწონა და იმედი მაქვს რომ ჩვენს მაყურებლებსაც ძალიან მოეწონა მე არანაირი შეფასება და შენიშვნა არ მაქვს და დაგიწე 10 ქულას 10 ქულა ნინო ჩხეიძისგან მე მგონი ძალიან კარგია და ბატონო გივი ჩემო ძირფასო თხოვთ ეხლა რა მინდა თქვა რა პირველად ნინომ რო იყერა ეს სიმღერა ძალიან მაგრად მომეწონა მე დისკუსიებში ამის გულწრფელი ვიჩხუბე ტელევიზიით გახსოვს ხო ეს ამბავი რაღაცებს ისო ეს რა არის რაღაც რა სიმღერა ეს არ მოწონთ ვითომ ძალად ინტელიგენციას და ძალად სვეცკებს საქართველოს ინტელიგენცია მიხეილ ჯავახიშვილის და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ აღარ აყავს ჯერ ესეთი და მეორე კიდე აი ჩემთვის მაგათ ეხლა ეს ბიჭი რომ მღეროდა ცემლები მომადგა თვალებზე მარეხ გოძიაშვილი გამახსენდა თავიდან რა პატარა ბიჭი ვიყავი რომ მღეროდა ხოლმე მაშინ მიყვარდა ერთი გოგო და ხოდა ის მარტა ბორჯომში ისვენებდა და მე ძალიან გაჭირებული ოჯახის შვილი ვიყავი და თბილისში ვიყავი ასფალტის სუნზე ვკვდებოდი ხოდა თანაც მე რა არის ყველაფერს მიშეხა მე მსახიობი კაცი ვარ მწერალი ვარ ჩემს ყველაფერს მნიშვნელობა აქვს შესახედავთაც კაი ბიჭია და უხდება ამ სიმღერას და ეს სიმღერაც მას უხდება და რაც თავარია გვერდზე მიზის ხო აგერ ეს ულამაზეს ქალბატონი და ვეღარ მოითვინა და ცეკვავდა მღეროდა მასთან ერთად ყოჩა ეხლა რო იყოს 20-იანი 20-ს დაგიწევი 10-იანი 10-იანი 10 ქულა გივის სიხარულისგან აკაკი კარგად მიდის საქმე ბიჭებო მე ძალიან მომეწონა ჩემო კარგებო ბატონო გივი გისმენ პატარა გივი ძალიან მომეწონა მართლა მინდა ვთქვა ნინო ჩხეიძეზე კარგად ნამდვილად იმღერა ეს სიმღერა რა თქმა უნდა ხუმრობით მომეწონა და ამიტომ დღეს 10-იანს გიწევ 10 ქულა 10 ქულა ნიკოლოზ რაღაც შეიძლება დაამატო უბრალოდ მეც 1-2 სიტყვით მაინც ვიტყვი რომ მიუხედავად იმისა რომ აკაკი არის პირველი გამოსვლელი და რაოდენ რთული ამაში ყველა ვინც პირველი გამოსულა სადმე ოდესმე დამეთანხმება ალბათ რომ ძნელია გახსნა ეს ყველაფერი ასე კარგად და რა მეთქმის მეც ნინო რო 10-იანს დაწერს თავის სიმღერაზე მე ავწევ 5-იანს 10 ქულა ნიკასგან აკაკი დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ ჩვენ ტელემაყურებელს ვეთქვი რომ სულ 11 მონაწილე დარჩა ნენელა რა თქმა უნდა კიდევ და კიდევ უფრო დაიძაბებ ამიტომ მოგიწოდებთ აქტიურობისკენ ჩაერთეთ ჩვენ ადგილზე მაყურებელს აპლოდისმენტებისკენ მოუწოდებ და შემდეგი მონაწილე გახლავთ ანა ბურნაძე არაჩვეულებრივი გოგონა სათხარ აი ასეთი ლამაზი სიმღერით მივესალმოთ გუხარი აპლოდისმენტებით შენგან მორთმეული ვარადები შენგან მინდა გულისარადები სულ თქვა მიწისმე და სულ არა მენახე სულ გადავლი ხელი როცა შემახე მითხარ სათხარ სადახარცან მოდი ჩემთან არ მინდა სხვა მითხარ სათხარ სადახარცან მოდი ჩემთან მე
ასევე გაჩნდი ქვეყანაზე არა ვიცი ცხოვრება თუ არა მეყოფა მაინც დაგიწრი მითხარ სად ხარ სადა ხარ სად მოდი ჩემთან არა მინდა სხვა მითხარ სად ხარ სადა ხარ სად მოდი ჩემთან არა მინდა სხვა მოდი ჩემთან არა მინდა სხვა მითხარ სად ხარ სადა ხარ სად მოდი ჩემთან მე მიყვარხარ ანა დიდი მადლობა გადასარევი იყო. ნინო დავიწყო ჩემგან. ანა, ეს ტური საერთოდ რაღაცა უხერხული ყოფილა რაღაც. თუ ძალიან სასიამოვნო, თან და ძალიან რაღაცა უხერხულ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მომეწონა, რა თქმა უნდა, ცოტა ჩემი გავლენა ბევრი იყო ამ შემთხვევაში შენზე, ეს არ მომეწონა, მაგრამ სხვა შემთხვევაში გაართვი თავი და დაგიწერ ცხიას. რაკულა. ბატონო გინი ჯერესეთი იცი რა ამ სიმღერას უხდება ეს გოგო რა გადატკეცილი თმებით ეხლა მე მაინც ვორონცოველი კაცი ხარ გივი სიხარულიძე თბილისელი რამე რუმე მაგრამ მაინც ვორონცოვზე დავიბადე სომხების ქურთების აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ და აისორების უბანში მე თბილისური ჯიგრით ვცხოვრობ და ვორონცოველი კაცი ვარ ეხლა ჩემს სიცხში მაინც ეს აზრის უფრო მე ეხლა მძიმე როკი და მესამე მეტალი არა მესმის და მეზიძღება. ხო და ამიტომ იცი რა ეხა მე ვერ ვიქნები ცხიას ვერ დაუწერ მეწოდება 10-იანი. 10 ქულა გადასარევი. ვახო ნიკა. ვახო. კი ბატონო როგორც ყოველთვის ანა გვამხიარულებს სცენიდან ძალიან კაი ხასიათს დაგვაყენა სუხალა ისედაც ტაშფანდურა სიმღერაა და ანამ უფროა ტაშფანდურა ამიტომ მეც დაგიწერ 10-იანს შენ ეს. 10 ქულა გადასარევი. დიახ, აუცილებლად მინდა დავეთანხმო, ნინო, ძალიან რთულია რომ საკუთარ ტური რო არის და შენთვის მესმის ეს და ნუ მეც ცოტა ისე ვგზნობ თავს და ჩემი ტური რო იქნება, ხო საერთოდ რა დღეში ჩავარდები მე მესმის. ხო, ძალიან. რა შეეხება ანის ძალიან კარგი აურა აქვს ამ ადამიანს, თავისი მოციმციმე თვალებით რომ გამოვა, ერთიორად ანათებს ციმციმა. კი ბატონო, მე მოდი საკმაოდ ისაუბრა ნინომ თავის საკუთარ სიმღერაზე, მეც დაგიწერ ცხრიანს და სულ იქნება. რაკულა გადასარევი. ანა დიდი მადლობა, დაიკავე შენი ადგილი, ვიცი ნერვიულობ, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. ესე იგი, რა თქმა უნდა, ნინო ჩხეიძის შემოქმედებაში ბევრი ძალიან კარგი სიმღერაა, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არის სიმღერები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა და შემდეგი სიმღერაც ასეთია და ძალიან აქვე დავამატებ, რომ საპასუხისმგებლო ამბავია გიასთვის, რომელიც შეასრულებს ძალიან პოპულარულ სიმღერას დამეთანხმებით. მოკლედ გია კალაიჯიშვილის სიმღერით მაყვალა. გია თო შემოკარდე. ხევსურეთიდან ამყარა არა ვიცი შენი თვალები რამ შემაყარა მაყვალა არა ვიცი შენი თვალები რამ შემაყარა მაყვალა დედავი ფერფლა
ფლად მაღწია შენს ბაგეს გადამაღარა არ ვიცი შენი თვალები რამ შემაყვარა მაყვალა მე დავიდერ ფლად მაღწია შენს ბაგეს გადამაღარა სუმაშინ მოხვალ როცა შენს გვერდზე გავიჩუჩები იქნება კიდეც გლოცავე წევლას რაჭები თუჩები მე დავით წყაროდ მაქცია შესახთან ჩამომანარა და შენ გიჩება საგარება სულ ყოველ დილი გადარა მე დავით წყაროდ მაქცია შესახთან ჩამომანარა და შენ გიჩება საგარება სულ ყოველ დილი გადარა მე დავით წყაროდ მაქცია შესახთან ჩამომატარა და შეგიჩება საგარება სულ ყოველ დილი გადარა დავით წყაროდ მაქცია შესახთან ჩამომატარა და შეგიჩება საგარება სულ ყოველ დილი გადარა დიდი მადლობა გია. ესე იგი ყველას თავის მაყვალა ყავს, ჩემო ძირფასებო. მე ჩემი სკოლის დირექტორი გამახსენდა, ქალბატონი მაყვალა. აქ რომ მოკიდებდა ხელს კორიდორში, ესე იგი სუცემატყებით მივყავდით ხო მეტროვა ხო ყურებზე. გია, როგორ არის საქმე? და ნერვიულობდი ძალიან და ხო ყველაფერი. თუ გინდა ერთხელ კიდე თავიდან თუ რაღაც პრობლემა ხო არ არის? არაფერი. აბა მაყვალა შავა ფასო. გიო, კიდევ ძალიან ნერვიულობდი. არ დაგიმალავდა, არ მომეწონა დღეს, იმიტომ რომ მომზადებულიც არ იყავი, რითვიდან ვარდებოდი. ამ სიმღერაში რთული არაფერი არ არის. მთავარია კარგად იცოდეს სიმღერა და ვფიქრობ, რომ ყველა, ძალიან ბევრი ადამიანი იმღერებს კარგად ამ სიმღერას და შენ უბრალოდ არ იყავი დღეს მომზადებული სათანადოდ და მე დაგიწერ 7-იანს. 7 ქულა. ბატონო გივი, ეხლა თქვენ უნდა გამოვასწოროთ აქ ქულების ამბავი, თორე გამისკდება გული. ხო, ეხლა მეც ამას ვიტყვი რა. ერთი ჩემ უბანში ტიპი ცხოვრობდა, შეუხედავი იყო ძალიან რა. ერთი გოგო უყვარდა, მაყვალა არ ერქვა იმას. თინიკო ერქვა, მაშინდელი სახე. ეხლა რო არის ეკა, მეკა, კიკი, მიკი არა, მაშინ თინიკო ერქვა და ბიჭო, სულ ყველა ფიქრობდით, რომ ეხლა ამას უყვარს რა, ეხლა რა საგავს არ იხედება სარკეში კაცო. ესეთი გოგო რო ის ლამაზი იყო ის გოგო. მერე ბოლოს ისე მოხდა რომ იმ გოგომ არჩევანი ამ ბიჭე გააკეთა, რატო იცი? ყველას შეუხედავ იყო, მაგრამ ჯიგარი ჰქონდა. და იმან მიხვდა რომ ამას ძალიან უყვარდა რა და ამას გავა. ეხლა ამან შეიძლება დღეს ისე ვერ იმღერა როგორც უნდა ემღერა, იმიტომ მე შენ პროფესიონალიზმს ვაფასებ. მაგრამ იწოდა რა. აი თითქოს აი ამ სიმღერას ერთად უნდა გაფრენილიყო ცაში. ამიტომ 9-იანს უწერ რა. 9 ქულა. 9 სად არის? 9. 9 ქულა. ვახო. ხო, რა თქმა უნდა, ნერვიულობდა. რაღაცა შეცდომები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ მინდა რომ ყოველთვის რაღაცა რომ გამოდის ეს ადამიანი, იმდენ უფრო მეც ხტუნაობს, ვიდრე ვერც, ანუ სიმღერაში შედის ბოლომდე და მეც 9-ს დაგიწერ დღეს. 9 ქულა გადაცარევი. შენ იმას მიდის, ყველაფერი გიკარ. დიახ, ნუ არ შეიძლება არ დავეთეხოთ იმას, რომ ნერვიულობდა ძალიან გია ბატონი, მაგრამ ჩემი აზრით ეს უკვე დადგა იმის დრო, რომ ესეთი რაღაცები უნდა გამოვასწოროთ. და უფრო ნაკლები უნდა ვინერვიულოთ, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ დიდი ხანია გასული. კი ბატონო და შესაბამისად კონკურენციაც მატულობს და
ასე რომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ და მეტი ყურადღებით უნდა მიუდგეთ ამ საკითხს. გეთანხმები, მაგრამ მე დაგიწერთ გული გაათმე ხმა და ისე აწიე. მე 8 ქულა გადასხანები. ესე იგი, მადლობა გია, უმეტესი მადლობა. რითმიდან ამოვარდნესთან დაკავშირებით, მე მინახავს ზოგ-ზოგიერთი მომღერალი სეინდანაც გადმოვარდნილი, მთავარია რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. შემდეგი მონაწილე სანამ გამოვაცხადებდე, მე მინდა ასე კიდევ ერთხელ უпроსტად მოუხადო. დიდი მადლობა, გადაუხადო უკაცრავად რესტორან გაგრას. ვისაც გიყვართ, აი კუპატი, აი ჩაკინძული, აი ჩაშუშული ჯოჯუ, იცით ყველამ და მობრძანდით და გემრიელ კარგ საჭმელებს შემოგთავაზებთ. ესე პირდაპირ გემრიელად რომ ვისაუბროთ. ვიდეო პორტალ YouTube-ის დიდი მადლობა და ირაკლი ზაბუკაშვილი, ძალიან ცნობილი სიმღერით, ძალიან ესე აი ყველა დროის, ყველა ახალგაზრდა სახსოვს ეს სიმღერა ყურში ისმის. ასე მგონია. ხო ასე მგონია, კარს გავატან შენზე ოცნებებს დასამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს ასე მგონია, არ მიყვარხარ ძვირფასო, მაგრამ შენზე ფიქრები უშენობა მაინც მაძამებს სადი შორს სადი იქნებ სულაც გადამავიწყდე ჩვენ სანუ გეშო სანუ კვარი მოვლენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ როგორ მიყვარდი მე სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილ ვარ იქნებ გიყვარდი ახლა ნანობ რომ მიმალავდი ო სიყვარულო რამთან ჩვენი რამე ყოფილ ხარ რადგან შენ ჩემთვის სიყვარული ვერ გაიმეტე შენი ხილვითაც მე უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ ხნის მანძილზე თუ არასდროს არ ყვარები ვარ მაინც მიყვარხარ იმ დღეების მადლობელი ვარ სადი შორს სადი იქნებ სულაც გადამავიწყდე ჩვენ სანუ გეშო სანუ კვარი მოვლენიები მაგრამ შენს თვალებს ლამაზ დიდებს რა დამავიწყებს სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები ასე მგონია ასე მგონია ასე ესე იგი ღრიალებ პულისებს და მე აი გოგოები არიან ცუდად. მალადეც კარგად იმღერი. აღფრთოვანებული ვარ მართლა, იმიტომ რომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს სიმღერა შენ უფრო მოგიხდა ვიდრე მე და დაჟინებით მოვითხოვ რომ ჩაწერო. აპლოდისმენტები. 10 გულას დაგიწევ. 10 გულა გადაწარები. ეხლა რომ ღეროდა რა, ეს მე ეს ეხლა ბევრი ლექსები მაქვს, მე პოეტად არ ვთვლი თავს, მე პროზაიკოსი ვარ, მაგრამ ნუ ლექსები მაქვს და ეს ერთი კუპლეტი რომ მაქვს რა, თითქოს ცისარტყელა ქალაქის ხიდია და ასეთ სიყვარული ტევნებად კიდია. აი ამ სიმღერას სიყვარული ტევნებად ეკიდაზე.
აფიქულა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ძალიან მომეწონა ეს სიმღერა ირაკლის წინა ნამღერებიდან მიუხედავად ჩემი საყვარელი ჰიტისა, რაღაც ხმა მოუხდა ძალიან მისი ტემბრი, თითქოს ხედავდი სცენაზე იდგა ავტორ-შემსრულებელი ამ სიმღერის. თავის დაწერილი მომეჩვენა ეს სიმღერა, მაგრამ ძალიან კარგად იმღერა, მინდა აღვნიშნო და არ შემიძლია მეც ათიქულა არ დავუწერო ამ შემთხვევაში. კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტას ნერვიულობდა ირაკლი, ეს განგვიცხადა კიდეც და ასე მე მგონი სანერვიულო არაფერი არ გაგვთ და კიდევ განმეურდები და ვიტყვი რომ არ გაგვთ სანერვიულო ბატონებო, აქ როცა გახართ უკვე ტურიდან ტურამდე შესაბამისად უფრო ნაკლები უნდა ვინელვიუროთ და მე დავეთანხმები ჩემს ბატონ კოლეგებს ჟიურის წევრებს და ათიქულა. ირაკლი, გილოცავ, ჩემო მეგობარო, დაიკავე შენი ადგილით, გილოცავ კიდევ ერთხელ. ესე იგი, მე მინდა ვთქვა ერთი რამე. როდესაც მოვედი მე და გვიან შემოუერთდი როგორც წამყვანი ამ პროექტს, ადამიანებს ასე თუ ისე ვიცნობდი სხვადასხვა პროექტებიდან. მე მგონი ჩვენ იქით მივდივართ, რომ ესეთი ძალიან მაგარი მომღერლები გახდა, იმიტომ რომ ირაკლი მართლა სხვა ამპლუაში წარმოშდა დღეს და ძალიან მოუხდა ეს სიმღერა. ირაკლი, ყოჩახ ჩემო მეგობარო, გაიხარე. ბატონო გივი ეხლა ვინ უნდა მოვიწიო, თავადის ქალი უნდა მოვიდეს, კარგად შეათვალიერეთ, მაინც შეათვალიერებთ, მაგრამ წერეთლის ქალი, ის კი არა ვიღაც. ავადის ქალს უნდა შესახედავად გაბდეს, გვარით კი არა. და უნდა შეათვალიერო თქო. ნინო წერეთელი სცენაზე, არა ძალიან მაგარი სიმღერით, ძალიან მელოდიური სიმღერა, ამამღერე. აი, ბატონო, მაინტერესებს დავრჩები სცენაზე, თქვენი როგორ აბა ნინო შეხედე, მე როგორც გლეხუჭა გავალდა ეს წერეთელი კი არა, ამილახვარი ყოფილა ბიჭო. სამიდრო ჩემთვის გაჩერე გამახსენე ერთად ყოფნის დრო გამახსენე ისე მინდა ჩემთან მოხვიდე შენაც მინდა მხოლოდ მოგიყვე უშენობას ვეღარ მოვიდმე შენ თვალებს ერთი ვიწყებ ნუ მარიდე თვალებს ნუ მარიდე სხვა შენ ზავით მე ვერ ვინგამიგეს ვერ გავატანცარ სულ ჩვენს გავლისლეს სხვა ყველაფერს დრო წაიღე ნუ მარიდე თვალებს ნუ მარიდე უსიტყვო ჩემ საქმეს შენ გაიგებ ნუ მარიდე თვალებს ნუ მარიდე მარიდე ვერ გავვედე უსიტყვო ჩემს თვალებს ვერ მივენდე გავათენებ ამ ღამეს ფიქრებშიც გავათენებ ისე მინდა ჩემთან მოხვიდე შენებს მინდა მხოლოდ მოგიყვე უშენობას ვეღარ მოვიდმე შენს თვალებს ერთი ვიწყებ ნუ მარიდე თვალებს ნუ მარიდე სხვა შენ ზავით მე ვერ ვინგამიგეს ვერ გავატანცარ სულ ჩვენს გავლისლეს სხვა ყველაფერს დრო წაიღე ნუ მარიდე თვალებს ნუ მარიდე უსიტყვო ჩემ საქმეს შენ გაიგებ მე მარიდე თვალებს ნუ მარიდე ისე მინდა ჩემთან მოხვიდე შენც მინდა მხოლოდ მოგიყვე უშენობას ვეღარ მოვიდმე
შენ თვალებს ვერ ვიფიცხებ ნუ მარიდებ თვალებს ნუ მარიდებ სხვა შენ ზავით მე ვერ ვინგამიგებს ვერ გავატანწარ სულ ჩვენს გავლისლებს სხვა ყველაფერს დრო წაიღე ნუ მარიდებ თვალებს ნუ მარიდებ უსიფო ჩემ საქმეს შენ გაიგებ ნუ მარიდებ თვალებს ნუ მარიდებ ნუ მარიდებ ნუ მარიდებ შეგენაცვალე გოგო ბატონო გივი ამჯერად დაიწყეთ თქვენ არ უხერხულია ბიჭო ამ უნდა დაიწყოს იმიტომ გენიოსი ეს არის ამ საქმის მე ვინა ამ შემთხვევაში მე ვიღებ გადაწყვეტილებას და მინდა რომ თქვენ დაიწყოთ გთხოვთ პირველი ცეკვა მე პროფესიონალი მოცეკვავე ხო სუხშვილი სოლისტი ვიყავი და პირველი ცეკვა რო გითხრათ რა ვისწავლე სიცილით მოკვდებით ქურთული ვისწავლე 10 წლის ბიჭი რო ვიყო ხოდა ეხლა სომხურიც ვიცი რა და ესეთი ზღაპრული ნათქვამია სომხურად ერაზუმ ჰამფურვეცი ერაზმნაცი ერაზის მეჩ მოგიალერსე სიზმარშიო და ალერში დავჩიო ცხაჩიც და იქ ვიაკ ნათქვამი მიტაცელ ჰეშტე ჰავატალნე დჯვარ ფიქრი ადვილიაო დაჯერებაზელი ფიქრი ჩეზმა ვიფიქრო დავინახე ეს გოგო რო კარგად იმღერებდა მაგრამ ეხლა დავიჯერე საღოლ ეს კუცავატანებ ჯანიგჯან 10 ქულა აი ნახე თავადის ხალხს როგორ სომხური 10-იანი მოგაკრა ნინო ძალიან მომწონს შენი ტემბრი აი ისეთი როგორც გაქვს მეტალიანი და ძალიან მომწონ ხარ მაგრამ ამ სიმღერაში არაფერი რთული არ არის ანუ მე თვითონ ანუ მე რატო არ იცი ხო უფრო ისეთი კრიტიკული მე ვიცი რა ფანდებია მან და არანში ჩადებული რა სირთული საერთა და ისე არის გაკეთებული რომ მთავარი არის ხასიათი აქ მეტი არაფერი და ცოტა დამაკლა თუმცა კარგი იყო და დაგიწერ ცხრინს 9 ქულა ძალიან კარგი ვახო მაგრამ მე მინდა გითხრა რომ ნინოს ძალიან მოწონს დღევანდელი ტური ესე მითხრა if რა კარგია ნეტა სულ იყოსო მაგრამ მე მინდა უთხრა რომ ნინოს ტური რო იყოს სულ არ გვეყოფა გადაცემა იმიტომ რომ იმდენი ალბომია გამოშვებული რეალურად და დღეს მე არ დაგწყვეტ გულს იმიტომ რომ სადაც 9 და 10-ო იქვე კიდე 1 10-ო და 10 ქულა ვახოსგან შენ და რა თქმა უნდა ბატონი ნიკოლოზი აი მე ყოველთვის ვამბობ ბოლო ყოველთვის რთულია ხოლმე რა საუბარი მაგრამ მიუხედავად ამისა სათქმელი ყოველთვის მაგ ხოლმე წერეთლის კალბატონმა ისე კარგად იმღერა მთელი წერეთლის მწვადი მოგინდა სათავად აზნაურო მთელი თავად აზნაურობა მოიყვანა ალბათ სიმღერის და ცეკვის ხასიათზე მე დაგიწერ შენ ჩემო ნინო მოდი 10-ას დაგიწერ 10 ქულა გადასარევი გილოცავ ნინო გაუდაიკავო შენი ადგილი და ძირფასო ტელემაყურებლებო დღეისთვის როგორც მოგეხსენება ჩვენი გადაცემა შაბათ-კვირას გადის ეხლა უკვე ახალი დროი 19 საათზე ნუ მოკლედ ჩვეულებრივ 7 საათზე დღეისთვის ბოლო მონაწილე გახლავთ მაგრამ ამით დღეს ყველაფერი არ დამთავრდება სიურპრიზი გელოდებათ რომელსაც სულ ცოტა ხანში გავაჟღერ ახლა კი ბატონო გივი მე მინდა გითხრათ თქვენ უბანში და ასე თქვენ ღრმა ბავშვობაში გადაგაგდოთ იმიტომ რომ ეხა გამოვა ადამიანი რომელსაც თქვენ თვითონ თავად მიხვდებით ყველაფერს ქემალი მინდა მოვიწიო სცენაზე არაჩვეულებრივი ადამიანი მოდი ჩემო მეგობარო მოდი აქ უნდა დაგელოდო იმიტომ რომ ესეთი სიმღერა აქვს პატარა ნინოს და ნახოთ როგორ შეას ერთად ხო ძალიან კარგი აი ეს ქემალი ძალიან კარგი ადამიანი არაჩვეულებრივი და წარმატებებს გისურვებ. მადლობთ. არაფრის. Yeah.
პატარა ხარ სუციცკნა გეხარია თაგო ესეთი მომხილელი ხარ სულ შენთან ყოფნა მსოს ნუ მიჯავარდები პატარა და ნუ მისერავგო მე შენთან ჩხუბი კი არა ვარ კლავს სიყვარული მასო პატარა ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა 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 ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა ჯანებრემა ყველა ფანოხს ვენაცვალე გაივლისლები დღები და გავიწყდები ალბათ და გაიხსენებს ქუჩები ამ ჩვენ პატარა ამბავს და თუ კვლავ შეხვდით ერთმანეთს ავიღებ საკალაო ღმერთო შენ რატომ დამატოვებ ახლა ნუ მიკლავგო პატარა ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა იმედო ჩემო პატარა 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 ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა გოგონა ჩემო პატარა ჩემო პატარა შენ კემე ენაცვალე კარგი იყო ნინო დაიწყე ჩემო საყვარელი ეს სიმღერა მარტო ჩემი არ არის ჩვენ სამი ტრიო გვაქვს ამ სიმღერის მე ბუთქუნას და თამაზას და არ ვიცი ხა პასუხისგებლობა მე უნდა ავიღო თუ არა ამ სიმღერაზე მაგრამ პირადად ჩემი სამღერი რაც არის ამ სიმღერაში რასაც ვღერი იმაზე ნამდვილად ბევრად კარგად შეასრულეთ და მე არაფერი არ მეთქმის მე გიწევ დადიან აფიქულა გადასარევი არა ეს არ იყო ფანოღი ეს იყო სერიოზული ბაიათი მოდი შევთანხმდეთ ამაზე თუმცა არსებობს ეს სიმღერა ფანოღში გაკეთებული რომელსაც ჩვენ ვასრულებთ ამიტომ ამ ადამიანს ამ საოცარი შესრულებისთვის ამ საოცარი რაღაცა შეგრძნებებისთვის 10-იანი ჩემმა 10 ქულა ვახოსგან ბაიათური თბილისი შემოვახო იცი რა არის ეხლა სიმღერა რა არის კაცო სიმღერა არის როცა შენ იწვი ეხლა საიაცნოვა რო წერდა ლექსებს ხო ან ეთი მგურდია რა ის იწოდა იმ ლექსში რა ეს რომ ღეროდა იწოდა გამიგე ეხლა როგორ არის შეიძლება ცეცხლი არ მოგიკიდონ და წყალშიც იდგე მაგრამ მაინც იწოდა და შეიძლება ცეცხლი გეკიდებოდა ისეთი გამო ის იყო რომ მაინც ვერ გზომდე რომ იწვი რა საღოლ ძალიან კარგი იყო კი ბატონო მე აუცილებლად უნდა დავეთანხმო ამ ადამიანებს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ იმას რომ ამ ადამიანს აქვს განსაკუთრებული მანერა თავისი შესრულების ძალიან საით რომელიც მე აი მომწონს ძალიან და დღევანდელ დღესაც არისო გამონაკლისი დღევანდელი დღე არისო გამონაკლისი და ძალიან კარგად გაართვა მიუხედავად იმისა რომ რაღაც სხვანაირი არანჟირებით მოვისმინეთ ეს სიმღერა მე ასეთი არანჟირებით არ მაქვს მოსმენილი ნამდვილად უფლება არ მექნება ალბათ რომ არ დავწერო 10 ქულა დიდი მადლობა გილოცავ ჩემო კარგო დიდი მადლობა
და ჩემო ძვირფასო საყვარელო ტელემაყურებელო, როგორც მოგეხსენებათ და აღნიშნეთ, დღევანდელი ბოლო გამოსვლელი იყო და ბატონი ქემალი და ჩვენი გადაცემა დღეს ამით დასრულდება, თუმცა ხვალ ჩვენ რა თქმა უნდა ახალი დროით 7 საათზე შევხვდებით ერთმანეთს და არ შემეძლია კიდევ და კიდევ დიდი მადლობა არ გადაუხადო რესტორან გაგრას, უორმესი მადლობა ვიდეო პორტალ VTube-ს, ჩვენ ჟიურის, ბატონ გივის, ჩვენ ხვალ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მაგრამ მე მინდა ჩვენი დღევანდელი არაჩვეულებრივი, მოდი ესე შევაჯამებ თუ შეიძლება და ნებას დამთავრდით, არაჩვეულებრივი ქულები დაიწერა დღეისთვის, კარგი იყო, მიხარია და მე რაღაცა ფანოღი, წამყვანი თუ რაღაც კონფერენცია, მოდი ეგრე იყოს რა დღეიდან რა. ფანოღების უსტაბაში ვიქნები მე რა, ეგ არის რა, რა წამყვანი, რის წამყვანი. ეხა მე მინდა დღევანდელი გადაცემა დაასრულოს, თუ არა, რა თქმა უნდა, არ მოვისმენთ გემრიელი, გემოვნებიანი, კარგი, ლამაზით შესრულებით ნინიკოს და ვახოსთხოვ სცენაზე. მე კი დაგემშვიდობებით არ გადართოთ, ხვალ 7 საათზე გელოდებით, რაცა ყველა მეტად გავარკვევთ თუ რა მოხდება და ვინ მივახლოვდა მთელ 5000 ლარს. დროებით. შენი ჭირიმნე თუ არ მოხვალ ნახავ და ჩერი ბიშავდა ჭირიმე შენი ჭირიმე